ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობის და ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. დღევანდელი გადაცემისთვის ვფიქრობ, თემებით საინტერესო შევარჩიეთ და სტუმრებიც. გთხოვთ შეეგებოთ პირველ სტუმარს, ეს გახლავთ ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი, მსახიობი ირაკლი კავსაძე. ჩემო ირაკლი, როგორ მიხარია რომ ჩემთან ხარ ამ სტუდიაში და თან იმდენი გვაქვს სათქმელი სალაპარაკო და თან მაყურებლისთვის ვფიქრობ სატელევიზიო თვალსაზრისით განსაკუთრებულად აქტუალური. და მე დავიწყებ მეგა პროექტიდან ტელეიმედისა, რომელიც მე პირადად გამორჩეულად მიყვარს და ყოველ სეზონზე ვცდილობ რომ მაქსიმალურად გავაშუქო. ეს არის ვინ არის, რომლის გამარჯვებული და ტრიუმფატორი ჩემო ბატონო წინა სეზონისა ხარ და მაქვს საშუალება რომ მიულოცოთ თქვენთან ერთად ვირფას მეგობრებო. ამაზე ვისაუბროთ პირველ რიგში და შემდგომ რა თქმა უნდა მიმდინარე სეზონზე, მაგრამ ჯერ მითხარი რანაირად მოახერხეს და დაგითანხმეს გასულ წელს, რომ მე ვიცი შენ ამდენად დაკავებული ხარ ამერიკაში და როგორ მოხერხდა ეს ყველაფერი, ჯერ ეს მითხარი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველად ვარ მე ამ სტუდიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ გქონია ჩართვები ამერიკიდან, დისტანციურად. მაგრამ ჩემთვის მაინც დიდი ბედნიერებაა, რომ დღეს აი ამ სტუდიაში მომიწია მოსვლა. ძალიან დიდი მადლობა. შემდეგ რაც შეეხება შენს კითხვას, ჩემო გია, მე ესე ვიტყოდი, რომ ეს არ იყო პირველი წელი, როდესაც ნადირობდნენ ასე ჩემზე. ნადირობა გამოცხადდა პირველივე სეზონიდან, უბრალოდ შენი თქმის არ იყოს მართლა ძალიან დაკავებული. ვერ მოგიხელთეს. ვერაფრით და სპექტაკლები მქონდა, ვერ ვახერხებდი მოკლედ. მაგრამ მესამე სეზონზე უკვე რომ დამირეკეს თბილისში ვიყავი. და აი როგორ თქვა რა, ჩემგან არ გამოდიოდა არანაირად რომ ახლა ამცალია და არა რა, არ გამოდიოდა და პირდაპირ თქვი, ხო, თბილისში ვარ. მაგრამ მალე მივდივარ. მაგრამ აი 10 დღეში უკვე მივდივარ. რას ლაპარაკობ? აქა ხარ? კი ბატონო, აქა ვარ. მოიცა ეხლავე გადმოგირეკავთ. მიწერ-მოწერით იყო ეს საუბარი და დამირეკეს და დაიწყეთ. ირაკლია, ეხლა რაღაცა იქე მოდიო, იქება თეორიის სიმღერა. და მე ვთხარი, მეთქი მე ესე არ მოვდივარ მეთქი შოუში თქო რა. ესე მოვიდე მეთქი 1-2 მე თუ მოვედი მეთქი იქ უნდა ყველაფერი უნდა ჩავდო იქ და განწყობაც უნდა მქონდეს იმისა რომ მე უნდა მოვიგო ეს შოუ მეთქი. აი თითქოს ენა მიყივლა რაღაცა რა. მაგრამ ასეთი განწყობა მაქვს მეთქი. მოდი 1-2 გავაკეთო და მე წახვალ იქნებ გამოვიდეს ან არ გამოვიდეს, ეგრე არ გამოვა მეთქი. თუ მოვდივარ, უნდა ავდგე და ბოლომდე ჩავდო ჩემი მთელი სული და გული. იმიტომ რომ მე მქონდა ნანახი რამოდენიმე ეპიზოდი და წარმოდგენა მქონდა უკვე რა იყო ეს შოუ. მაგრამ ვინ ვიქნებოდი? ასე ვთქვათ, კოსტიუმიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. და კი ბატონო, მაგრამ გაითვალისწინეთ მეთქი, აი 10 დღეში მივდივარ, იქ კონტრაქტი მაქვს უკვე მეთქი და უნდა სპექტაკლი ვითამაშო, გასვლითი სპექტაკლი მაქვს. მოვიფიქრებთ რაღაცას. კარგი მეთქი, აი მივედი და უკვე დავიწყეთ საუბარი, პირდაპირ დამაცვეს კოსტიუმი თავზე. ეს ჩავიცი ეს ისა ქვია, ჩელო ჩავიცი და ხო გზობ რომ არც ფეხი მოძრაობს, არც ხელი იქით და რაღაც. მივხვდი რომ რაღაცა სხვა არის აქ მოსაფიქრებელი რა. რანაირად გინდა ეხლა ეს ყველაფერი გააცოცხლო. არა, საოცრება იყო, მე ვერც წარმომედგინა. ის ხო არ არის რომ რაღაც კოსტიუმი გაცია და ამით ასე ვთქვათ ხიბლავ მაყურებელს არა, იქ შენგან გამომდინარე უნდა მოდიოდეს რაღაცა, ხო? მაგრამ მაინც დავიწყე მცდელობა იმისა რომ გაგეცოცხლებინა. ხო, გამეთავისებინა ეს ყველაფერი. ახლა მეორე პრობლემა არის აქ. არასდროს მე საჯაროდ არასდროს ჩემ ცხოვრებაში არ მიმღერია გარდა ერთის შემთხვევისა,
როდესაც ჩვენ მონაწილეობდით მღერიან და ხუვრობენ ქართულ თეატრში ერთობლივად ჩვენთან. იქ იყო ერთი ადგილი იყო ახალგაზრდები ვიდექით 6 კაცი და თითო კუპლეტი ჰქონდა ყველას. და მე მისამღერე. აი ერთადერთი ეს შემთხვევა რომ იქ წავიმღერე რაღაცა გავბედე მეყო ეს რაღაცა თავხედობა რომ მემღერა მაყურებლის წინაშე. მაგრამ მეთქი აი ეხლა ნუ გეშინია კაცო ეს ჩაწერა არის რომ რაღაცა რომ შეგეშალოს თავიდან ჩავწერ. მაგრამ დავიწყე უკვე ღელვა ამაზე რომ მეთქი რანაირად კაცო ეხლა არ მიმღერია. თან სტუდიაში ნუ მოკლედ მივედი სტუდიაში, დამახვედრე სიმღერა, აი რედიო გაგა უნდა იმღერო. ნუ აი რედიო გაგა ახლა ქვინები ჩემთვის ძალიან ძვირფასი ჯგუფია. ფაქტიურად მათი შემოქმედება ზებირად ვიცი და ფრედი მერკური, რომელიც ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი მომღერალი. და დავიწყეთ და მივხვდი რომ არ გამოვა. რაღაცას აი აქ არ ვიყავი მზად, ასე ვთქვათ რა, როგორც პროფესიონალებს შეეფერება, სხვანაირად ემზადებიან ამისთვის. მე მოვედი, დილეტანტურად მოვედი რა, მოდი ესე ვთქვათ. და აი მანდ მივხვდი, რომ ეგრე ირაკლი არ გამოგივა. და ვთხოვე ანა ჭუმბურიძეს, რომელიც გვეხმარებოდა, საოცარი ადამიანი და საოცრად გვერდში გვედგა ყველაფერში და ვთხოვე, რომ მეთქი იქნება ნახევარი ტონით დამიწიოთ, თქო დაბლა რა. ემთლად ვერ ავდივარ, თქო, მაგრამ იყო დრო ავდიოდი მეთქი, მაგრამ ახლა აღარ გამომდის მეთქი ეგ ამბავი, თქო და კი ბატონო, იქ უკვე წავიდა. და როდესაც პირველი ტური დამთავრდა და გავიდნენ ყველა მონაწილეები, აი გავიდა ერთი ესა და დავრჩით ორი მონაწილე, ან ერთი უნდა გავარდეს, ან მეორე. ეს ყველაფერი არის ახლა მაყურებელზე დამოკიდებული, რომელიც უფრო ხუხარ ეტაჟს დაუკრავს, ის გადის. და დავდექი და აბა აღარ მახსოვს რა პერსონაჟი იყო, აბა ისა დაუკრეს ტაში, ერთი ამბავი ბრავო და ჩემზე გამოაცხადეს და უფრო მეტი ბრავო აცხადა და აქედან გამომდინარე შენ გადიხარო. კაი, გავედი, მაგრამ ახლა სპექტაკლი მაქვს მე იქ. ეს როგორ უნდა მოხდეს ახლა? ეხლა დავიწყეთ ამაზე ბჭობა, კაცო, მე ვთხარი მეთქი კი გავედი, მეთქი, მაგრამ მივდივარ ეხლა 5-ში. 5 მაისი იყო რა. 5-ში მივდივარ, 11-ში მაქვს სპექტაკლი მეთქი. 6, 7, 8, 9, 10 რეპეტიციები და გასვლითი სპექტაკლი. კარგი მოვიფიქრეთ რაღაცა. ორი ჯგუფი იყო იქ. მონაცვლეობით ერდნენ პირველი ჯგუფი, მეორე ჯგუფი, მეორე ჯგუფი პირველი. მე პირველ ჯგუფში ვიყავი და პირველი რო ჩავწერეთ, მე მეორე დღეს მეორე ჯგუფს ჰქონდა ჩაწერა, მაგრამ შემდეგი ჩაწერა უკვე იყო მეორე და მე პირველი. ამ მეორეს ჰქონდა ჩაწერა 12 მაისს და პირველ ჯგუფს 13 მაისს. ეხლა რა ვქნათ? 11-ში მაქვს სპექტაკლი ამერიკაში. ამას ვერ გადაუხვა. მე ვხარი 11-ში ვთამაშობ სპექტაკლს, 12-ში დილას ვჯდები თვითმფრინავზე და 13-ში ჩამოვდივარ მეთქი თბილისში, თქო, პირველ საათზე 2:30-ზე, აი ასე თქო. 4-ზე არის ჩაწერა. აი ესე აგიხდეთ ყველაფერი კარგად. რას მეუბნები და ეგ მოასწარი ყველაფერი გავფრინდი, ჩაწერის მერე 3-ში ჩავწერეთ, კიდევ ჩავწერეთ წინასწარ უკვე შემდეგი ტურის სიმღერა და გავფრინდი. რეპეტიციები გავიარე, 11-ში ვითამაშე, 12-ში დილის 7 საათზე ვიყავი აეროპორტში, დავჯექი თვითმფრინავზე, ჩამოვფრინდი თბილისში პირველ საათზე და 4 საათზე მომაკითხა მანქანა. და წავედი ჩაწერაზე. მაგრამ ეხლა ეს ისეთი როგორ თქვა რა, აი იმხელა აზარტი იყო უკვე, რომ იქ გაიხსნა ყველაფერი რა. ეს ამოვიდა ეს ჯიგარი რასაც ქვია რა, ამოვიდა და მეთქი აი აქ ბოლომდე უნდა როგორც კახი იტყო და უნდა შევიყვანო ყველაფერი ბოლომდე მეთქი. ხოდა 13-ში ზუსტად მასე გამოვიდა. ვიმღერე ეს, ამოვედი რა თქმა უნდა სახში ცოცხალ მყარი და ეხლა ჩემ თავს ვუთხარი, მეთქი ეხლა ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სიმღერები, ირაკლი, სიმღერა, აი ამას ეხლა მოუვარე. და დავიწყე უკვე თუ ჩემ თავთან
სხვანაირად მოქცევა, როგორც ასე ვთქვათ, პროფესიონალ მომღერალ შეეფერება, რომელიც არასდროს ჩემს სიცოცხლეში არ გამიგეთებია, გარდა ასე უკვე ამ როლში შეხვედი, ასე ვთქვათ, პროფესიონალი მომღერლის. სხვა ამპლუა, რომელიც ჩემთვის ახალი იყო და ძალიან დიდი გამოწვევა. მე უკვე დავიწყე სხვანაირად მიდგომა, უკვე მივდიოდი სტუდიაში აბსოლუტურად სხვა განწყობით. ჩემი ასე ვთქვათ, ჩემი ატრიბუტები მიმქონდა ტანსაცმელი ჩანთა, რომელიც გაჟღერდა კიდევაც შოუში, რომ ჩემი ნივთი არის ერთ-ერთი ჩანთა. ამ ჩანთით მივდიოდი და იქ მთელი გარდერობი მეწყო. ამოვალაგებდი, ამას გამოვიცვლიდი, ჩავიცავდი ესე ვთქვათ, სარეპეტიციოდ და ისე შევდიოდი სტუდიაში, იმიტომ რომ სხვანაირად მე არ შემიძლია. და მე უფრო რომ გახურდა და შემდეგი ტური, კიდე შემდეგი ტური, ვახ, მეთქი რა ხდება ახლა ჩემ თავს და ბოლოს ფინალში რომ ამოყავი თავი. მეთქი რაღაც მან მესიზმრება, ან რაღაცა მოჩვენებაში ვარ მეთქი, მაგრამ აი ეს განცდა რომ მე ვიქნები გამარჯვებული, არანაირად არ მქონია, იმიტომ რომ ჩემი ის პარტნიორები კი არა და უბრალოდ კონკურენტები ამ შემთხვევაში. კონკურენტები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ძვირფასი ხალხი მაგრები იყვნენ თო. მაგრები და ჩემთვის ფიქრობდი, აი ხა მე რატო უნდა მომცენ გამარჯვებულის ის წოდება რა. იმიტომ რომ კულისებში რომ ვიჯექი და უსმენდი ჩემს კონკურენტებს, ეგრეთ წოდებულს, ესე ვიტყოდი ამ დროს ძვირფასი ხალხი, ჩემთვის ფიქრობდი, კაცო, ასე მღერიან. ასეთნაირად ატრიალებენ ამას ყველაფერს. ვინა ვარ ახლა მე მაგათთან შედარებით, რომ მე გავხდე გამარჯვებული თქო. არანაირი უბრალოდ მქონდა განწყობა იმისა, რომ მაყურებელს აჩუქე სიხარულება. სიამოვნება მიანიჭე მაყურებელს და ესაა შენი ასე ვთქვათ, როგორც ხო რა. დანარჩენი სხვა მე ასე ვთქვათ არ მაინტერესებს. აი პირდაპირ შემიძლია გითხრა ამ შემთხვევაში როგორც მაყურებელმა, რომ ფანტასტიკურად გამოგივიდა და ხო იცი ყველაზე რთული რა არის? კოლეგის და მეგობრის გაოცება. აი მე ვიყავი განსვიფრებული, როდესაც შენ აღმოგაჩინე, ისე განავითარე ეს პერსონაჟი დროთა განმავლობაში და აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ის ვოკალური შესაძლებლობები და გარდასახვის უნარი, აი რაც შენ გამოამზეურე, ასე რომ აფერუმ შემოძბაო და ყველანაირად იმსახურებდი ამ გამარჯვებას. და სრულიად ლოგიკური იყო, რომ წლევანდელი სეზონის წარმდგენი შენ ხარ, იმიტომ რომ შენ ხარ ანონში და შენ ისეთი მუხს აძლევს სხვადასხვა ამ მიმართულებით. წლევანდელ სეზონზეც რა სიტყვი ხლა, აი, რამდენიმე ტურია ჩადარებული. რა შტაბესტილებას გიტოვებს? წლევანდელი სეზონიც ძალიან მაგარია, მოდი ვიტყოდი რა. და შეიძლება იმაზე უფრო მაგარი ვიდრე იყო. იმიტომ რომ რაც უფრო წინ და წინ მიდის და რაც უფრო წლები გადის, მით უფრო იხვეწება ეს ყველაფერი რა. და ამ სეზონშიც ხო რო დავინახე რამოდენიმე მონაწილე უკვე გამოჩნდა. არ ესეთი ამაგდარი და სახელოვანი ხალხი. საოცარი ხალხი ხო? ჯერ ერთი განსვიფრებას იწვევს ის რომ ეს ხალხი აღმოჩნდება უცებ ამ კოსტიუმების მიღმა. საერთოდ არ ელოდები უცებ გამოდის ოთარ გაბელია. აბა. აი მიდი და წარმოიდგინე რომ შეიძლება აი ამ პერსონაჟის იქით იმალებოდეს ისეთი ადამიანი, რომელზეც საერთოდ წარმოდგენად შეიძლება, არა, რო გითხრას, მაგრამ იცი რა, ეს ის რო არ დაიჯერებ. არა, ნუ როგორ შეიძლება მაგის დაჯერება, ხო გამოვიდა, მეთქი რა, რანაირად. როგორ, რანაირად, ნუ მესმის დაუშვათ ახლა თამრიკო გვერდწითელი გასაგებია. ნუ დუღაშვილი გასაგებია. საოცრება იყო. თუმცა ისე მაინც მუსიკალური ხალხია და კი, ამ თვალსაზრისით გეთახმები. ასე ვთქვათ, შესისხორცებულები არიან, მაგრამ ოთარ გაბელია ეს ცოტა დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ კი ბატონო, ფაქტი მოხდა, რომ ამ ადამიანმა შეძლო ის, რაც მაყურებლისთვისაც წარმოუდგენელია და დარწმუნებული ვარ მისთვისაც წარმოუდგენელია. მადლობა უთხრა მათ და წარმატება უსურვოთ ყველას. დიდი მადლობა, დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და დარწმუნებული ვარ ეს ფინალიც იქნება მართლა საოცარი და ესეთი რა გადამწყვეტი, მოდი ესე ვიტყვი და ძალიან ისეთი დიდი ინტრიგა იქნება იქ რა, დარწმუნებული ვარ მაგაში. შენ კი გაქვს მაგის დიდი გამოცდილება და ამითი არ შემოიფარგლება შენი ურთიერთობა ტელეიმეთთან, იმიტომ რომ მეორე ფანტასტიკური პროექტი, რომელიც მე ასევე გამორჩეულად მიყვარს, ეს არის მიმღერე, აი იქ ნახა შენ მაყურებელ, ახლა მიმღერეზე მითხარი, ამ შემთხვევაში როგორ დაგითახეს? აი ახლა აქ მიმღერეზე როგორ ცოტა მოდი ესე ვიტყვი ჟარგონს ვიხარ რა, გავჭედე. ცოტა გავჭედე, იმიტომ რომ ასე დაიწყეს საუბარი. გამარჯობა ბატონო ირაკლი, როგორ დანდებით?
ჩვენ გირეკავთ ტელეიმედიდან მიმღერე პროექტიდან და აი მიმღერე უკვე წარმები ავწიე მეთქი ოპა თორემ მიმღერეც ვიცი რა და რა პროექტია და იქ უკვე ცოცხლად მღერი ხო კი იქ აღარ არის არ ჩანაწერი არც ის მომენტი რომ ეს პერსონაჟს ამოეფარები ვერაფერი იქ ვინ არის მე ეგეთი შემთხვევა მქონდა რომ ორი სიმღერა განსაკუთრებით ბიტლზი და ჯექსონი იყო ესა რომ მოვისმინე უკვე ჩაწერილი ხო რომ გამომიგზავნე იქ თქვი არა ხალხო ეგრე არ გამოამეთქი თავიდან ჩავწეროთ მე ამის საშუალება მქონდა იქ ხო აქ ეს ფუფუნება არ არის გამორიცხული აქ გიჭირავს მიკროფონი და გიზის მაყურებელი მაყურებელი კიდე 10,000-ობით მაყურებელი უყურებს ამას და ცოცხლად მღერი ნუ მეთქი არა ხალხო რა ეგ არ გამომეთქი იმიტომ რომ ეს არის მეთქი პირველი შემთხვევა როდესაც მე უნდა ცოცხლად ვიმღერო აქ არ იქნება არც ფონოგრამა იქნება მეთქი არა ფონოგრამა არა და მეთქი კარგად განდებოდეთ იქნებ მოიფიქროთ აი მეთქი მოფიქრებული მაქვს მეთქი და არა ვერამე არა კი არა ვერა დაგირეკავთ მაინც ცოტა ხანში აი ბიჭო დაგირეკავთ ცოტა ხანში აი გავიწყეთ ჩემთვის ფიქრენა ირაკლი ორი ირაკლი ლაპარაკობს ერთმანეთთან ირაკლი იქნება რაღაც გადი ირაკლი ბიჭო მაინც არის იქ აი გამოდა გაიწრია არა ირაკლი ეხა მოდი რას გეტყვი იცი როგორი რამეა იცი მაინც შოვა რაღაცა მაყურებელს იქნებს სადო გადი აქედან და თავი დამანებელა აი ეს ბრძოლა მაქვს ჩემთავთან ამასობაში კიდე რეკავე მოიფიქრეთ ბატონო დიახ მეთქი მოიფიქრე არა მეთქი ვერა თქვა გამორიცხულია მეთქი ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას მეთქი რომ ვიმე არა ვარ მეთქი ასეთი თავხედი თქო რა გამიგეთ სწორად მეთქი რა კი ბატონო მაგრამ მოიფიქროთ კიდევ რაღაცა დაგირეკავთ კიდევ ერთ ხო აი დაგირეკავთ კიდევ აღარ მინდა ეს დარეკვა არა ვერა თქო რა თან უამრავი საქმე მაქვს მეთქი უბრალოდ ვეღარ მოვასწრებ იმ ამბავს როგორ ვერ მოვასწრებ კაცო ახლა ფიქრობ მეთქი იმან რა იცის მე რას მოვასწრებ და რას მე გამომხედე გენაცვალე თქო მაქვს ეს გასაკეთებელი თქო და არ ჩავეტევი დროში თქო რა თქვენ ისეთი ხართ ყველაფერს მოასწრებ რა იცი გიცნობ მეთქი მე რა ვიცი ვინახავ შენ გაჭი ბატონო მოგიდგნენ სათანადოდ მაგრამ მეთქი არ გიცნობთ მეთქი და არც თქვენ არ მიცნობ როგორ შეიძლება ეხლა შენ მე მითხრა მე რას მოვასწრებ და რას არა თქო თქვენ ბატონო ისეთი ნიჭიერი ხარ ის ახლა მაბავენ ეხლა ხო ნიჭიერი ისეთი ამ ვარსკვლავებს ყვითა აჰო რაღაცა რომ მეც ეხლა ნელა ფრთები შემომელა და ავფრინდე ზემოთ არ მივფრინავ ბატონო მეთქი არა მიწაზე ვდგავარ და ვიცი რეალურად ჩემი შესაძლებლობები არ შეიძლება გამოსვა მეთქი რა ეს ცოცხლად ბოლოს აი რაღაცნაირად მომიდგნენ რა რაღაც აი ვერც კი ვიხსენებ რა ფრაზა და რა სიტყვა ის მაგრამ რა აღმოჩნდა გადამწყვეტი კაი ჯანდაბას ჩემი თავი მეთქი და მე გამიჩნდა ბრაზი ჩემ თავზე თუ არტისტი ხარ თუ შენ თავთან იძახი ისეთ რაღაცას რომ შენ ხარ მშრომელი შრომა არ მეზარება კი ბატონო მაგრამ რატომ გაურბიხარ რას და ვის გაურბიხარ და ბოლოს კავსაძე ხარ გვარად ხო და თან ეს მომენტიც არის რომ ახლა მუსიკასთან თლად შორსაც არ ვდგევარ იმიტომ რომ უამრავი სპექტაკლები მაქვს გაფორმებული მუსიკალურად და მუსიკა მესმის ახლა რა წამოვარტყი ჩემ თავში რა მეთქი მიდი კაცო მიდი დადექი ახლა სცენაზე და კაი მეთქი მოვდივარ და გულში ჩემთვის მეთქი ამასაც დედას უტირებ მეთქი კარგი გაგებით ვიძახი ამა ბოროტად არ ვიძახი რა ამასაც ეს ჩემ თავთან მქონდა ამასაც მეთქი ესე ვიზავ თქო რომ ბოლომდე გავაკეთებ იმ საქმესაც გასაკეთებელია თქო და ასეც მოხდა ის ჩემი საქმე რომელიც მეუბნებოდა რა თქმა უნდა მოასწრებ ახლა ისე დღეში ვარ რომ ან მოასწრებ ან არა მაგრამ მიმღერეში კი ბატონო ჩვენ ვირად მიდის ყველაფერი მინდა გითხრა ამ პროექტშიც და მოდი ამის დასტურად ერთი სიმღერა რომელიც შენ წარადგინე მიმღერეში აქვე ჩვენ შოუშიც ავაჟღეროთ შენის ნებართვით აბა ხო
Mocha aule Kaidedra enda Mego baroan puntu berdauke Razgauke beneda Oai vegar jedauze Rotza shen vercheda Vesrom shemiga kishemis tredadve Ritmitam lebeneda Oai vegar jedauze Rotza shen vercheda Vesrom shemiga kishemis tredadve Ritmitam lebeneda Sevdam sheni boro Es rasizm rebsu kheda Khezrom sheni davade bizdreimo Ar mimi khebnedo Oy vegar kheda Rotsa shen ver kheda Khezrom chemi gagishe bizdreda Ar mimi khebnedo Shen vercheda Drezom chemi afsare bisredade Arami mine beneda Arami mine beneda Arami mine beneda ეს არის ნიშნავი, ჩემო ბატონო. ჩემო ირაკლი, მიმღერეში ერთი კავსაძე არ ხარ შენ წარმომადგენელი. ხართ, ესე იგი ბიძა და ძმისშვილი. ცნობილი და უსაყვარლესი პიროვნება და მომღერალი, ამაგდარი კაცი და აი მართლაც გამორჩეული მოქალაქე და უსაყვარლესი კაცი. ბატონი იმერი კავსაძე, რომელიც ახლა ჩვენი შოუ სტუდიაში მინდა შემოვიპატიჟო. მოგზადეთ ბატონი იმერი. მოგზადეთ გეძირივე. ბატონო იმერი, მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენ კიდევ მობრძანებისთვის. მე ისე მიხარია ამ შემთხვევაში როგორც მაყურებელს, არა მხოლოდ როგორც თქვენს ახლობელს და ჩემი ოჯახისთვის უზირფასეს ადამიანს, რომ გიცქერთ სცენაზე და თქვენი ხმა მესმის ისეთი მუხტი მოდის ხოლმე თქვენი ყოველი შესრულებიდან. აი ერთად რომ გიცქერდით სხვა მონაწილეებთან ერთად, დარწმუნებული ვარ შემომიერთება ჩვენი შოუს მაყურებელს, როდესაც დინამო აჟღერეთ, აი რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ცეცხლი მოვიდა თითქოს სტუდიაზეც და გადმოვიდა ეს ეკრანზე და მადლობა თქვენ აი ამ ჩართვისთვის და აი ესე აქტიურად მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე სიამოვნებით ყოველთვის თქვენთან მოვდივარ და როდესაც გენებოთ მე შემიძლია ყოველთვის ვიყო თქვენ თქვენს. ჩვენთვის არ ყოველთვის გამორჩეული სტუმარი ბატონო იმერი. მithumetes ახლა გადავდივარ ძირითად საქმეზე და მთავარ თემაზე რისთვისაც თქვენ ეს უსაყვარლესი ხალხი მოგიპატიჟეთ. ეს უკავშირდება დაუვიწყარ პიროვნებას. ბატონ კახი კავსაძეს, რომლის 90 წლის იუბილეს სულ მალე აღნიშნავდა, თან 2 დღის წინათ მისი დაბადების დღე იყო და თქვენთან ერთად მინდა რომ დიდი სიყვარული შეუთვალო აიქედან იქ მარადიულ საქართველოში. თანაც აქვე ვეტყვი ჩვენი შოუს მაყურებელს რომ მზადდება ძალიან საინტერესო საიუბილეო საღამო რომელიც 12 ივნის უნდა გაიმართოს და მოდი ამ ყველაფერზე ვისაუბროთ. რა შემიძლია ვთქვა კახის პიროვნებაზე, რა შემიძლია ვთქვა ჩემ ძმაზე და ესე იგი ადამიანზე რომელმაც რაღაცა უსაშველო დიდი კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი საერთოდ ხელოვნების დარგში. ისე გაიარა 80 წელმა, რაც კახი წავიდა, ცით შთაბეჭდილება არ მაქვს მე იმისა, რომ კახი წასულია. კახი არის სულ ჩემ გვერდში, სულ ყოველთვის, აი არ არის შეგრძნება, რომ სადღაც არის. კახი არის აქ არის, იქ არის, სულ ყოველთვის რჩევასავით გინდა, რაღაცაზე ფიქრობ,
და თითქოს ამ დროს კახი არის აქ. არ არის ეს იცით მოგონილი, არ არის ესეთი პომპეზური ნათქვამი. არა, ეს ნამდვილად ასია და სულ ყოველთვის მგონია რომ კახი აი დღეს არის ხვალ არის, ამ დღეებში გამოჩნდება ჩემს გვერდში. ესე მართლა. ზუსტად ასე შეიძლება და გაფრინდა ეს 4 წელი თითქოს აი ერთი წამია ისე შემოერაგნი ძალიან შეგენაცვალე. აი იმერი მაგნიშნა რომ ძალიან დიდი კვალი დატოვა ჩვენს სამყაროში, ჩვენი პროფესიის გარშემო და მეც თითქოს შარშან უკვე გამიჩნდა ამის სურვილი და ვალდებულებაც კი რომ 90 წლის გახდებოდა და რაღაცა რო არ გავაკეთო გამორიცხულია რა ეგეთი განცდა მქონდა და თან ესეთი შეგრძებაც რო არ გავაკეთო ვიქნები დამნაშავე რაღაცას დავაშავებ ისეც რომ მე ჩემ თავს ვერ ვაპატიებ ვერანაირად ამიტომ გადავწყვიტე რომ მისი იუბილე შედგეს როგორ თქვა ცოტა არ იყოს ვღელავ იმიტომ რომ პირველი ასე ვთქვათ გამოცდა მაქვს მასთან აქ არ ყოფნის დროს იმიტომ რომ ცხოვრებაში როგორ იყო იცით ჩემი და კახის ურთიერთობა მუდმივად რაღაც გამოცდას ვაბარებდი ამ ადამიანს იმიტომ რომ ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე და ყოველთვის მინდოდა მისთვის ეს დამებრუნებინა რაღაცა სახით ჩემი შრომით თუ ჩემი პროფესიის თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომ მას ჩემით არ ვიცი როგორ რამდენად თვითონ იტყოდა ამას მაგრამ რაღაცნაირად ეამაყა მაინც ან ეთქვა რომ ხო ყავს ისეთი შვილი რომელიც ვარ ბედნიერი მისი გაკეთებული საქმეებით და იყო ასეთი დრო როცა დედაჩემის 80 წლის თავი გადავიხადეთ და ისიც აი ასეთი სახით მიუძღვენი და კახი იყო მან ასე ვთქვათ წამყვანი ფიგურა რის გარშემოთაც შეიკრა ეს სპექტაკლი იყო ესეთი მომენტი როცა რეპეტიციები უკვე დაწყებული იყო და კახი რო ჩამოვიდა ამერიკაში იყო გაიკეთა ერთი-ორი ოპერაცია გაიკეთა და რო ჩამოვიდა რო დავინახე აეროპორტში მეთქი ვაიმე აი აქ ცუდად ამეთქი ჩემი საქმე იმიტომ რომ ისეთ ცუდად გამოიყურებოდა ამ გზავრობით და დაღლილი ოპერაციები რომ მეთქი ეს კაცი რო ამოვიღო სპექტაკლიდან დამთავრდა იქაურობა თქო აღარაფერს ფასი აღარ ეკნებოდა ამ დროს როგორც თქვი არ იყო ის როგორც მთავარი როლის შემსრულებელი ან რაღაცა პერსონაჟი კახი იყო კახი რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო თავის მეუღლესთან ბელა მირიანაშვილთან მაგრამ ეხლა კახი რისი კახი იქნებოდა რომ თავის თავი აღარ აეყვანა ხელში და ბოლომდე არ გაეკეთებია ის საქმე რაც გააკეთა და მართლა მოხდა სასწაული რომ აი ამ ყველაფრიდან როცა მოვიყვანეთ თეატრში თვალშვილის იმერიც მანდ იყო მოვიყვანეთ თეატრში კი დაღლილი იყო რაღაც მაგრამ რომ შეხედა რეპეტიციას და მივხვდი რომ დაემართა უკვე რა მოუნდა და დადგა ფეხზე მოიკრიბა ძალღონე და შეასრულა სპექტაკლი მე ისე მოხდა რომ თვითონ გახდა კიდევ ერთხელ ავად და მე მომიწია მისი შეცვლა უცებ გამოვფრინდი იქიდან და მეორე დღესვე სპექტაკლი ვითამაშე და მთელი დარბაზი გაყიდული იყო 6 სპექტაკლი უკვე წინასწარ გაყიდული იყო და ეს ხდებოდა მხოლოდ კახის გამო ყველას ძალიან უნდოდა უფროსი ან უმცროსიანად ენახა კახი კიდევ ერთხელ ცოცხლად სცენაზე და მე რეგაც რომ გამოდიოდა სპექტაკლიდან არ არსებობდა ვარიანტი რამეთი დაზარებოდა რაღაცა არ არსებობდა ყველა ბავშვი შეხვდებოდა ყველას ჩაეხუტებოდა ყველასთან სურათს იღებდა ყველას ხელს მოუწერდა გამორიცხული იყო რომ თავი მას არ ეჩუქებია ადამიანებისთვის და ეს ბედნიერება არ გაეძლიერებია მოდით აი საოცარ ადამიანზე სასაუბროთ ახლა სტუდიაში მოვიწვიოთ მისი უახლოესი მეგობარი და ადამიანი ვისთანაც უმჭიდროესი შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებდა ეს გახლავთ ჯემალ ბაღაშვილი
დიდი მადლობა ჩემო ბატონო, დიდი მადლობა ბატონო გია მოწვევისთვის და რაც თავარია ასეთი კარგი სტუმრების დახვედრებისათვის. მართლაც და ყოველგვარი უმრობის გარეშე უდიდესი ბედნიერება რომ გვაქვს საშუალება ვილაპარაკოთ ჩვენს უბწყინვალეს ადამიანზე, ჩვენს კახიზე. აი 90 წელი შეუსრულდა იმ ზეციურ საქართველოში ვინა მიულოცო და მე მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო მას ბევრი რამისთვის და შევეცდები ჩამოვაყალიბო რას გულისხმობ ამ ბევრ რამეში. აი იმ ჩვენს გახმაურებულ სერიალში რომელსაც პრეცედენტი არ ქონია მღერიან და ხუმრობენ ქართული თეატრის და კინოს ვარსკვლავები თვითონ ეს პროექტი ვერ შედგებოდა რომ არა თვითონ კახის ფენომენი. მოგახსენებთ რა შეესახა. იმ პერიოდისთვის დიდი საკონცერტო დარბაზის მთავარ რეჟისორად დანიშნეს. ბატონი დორიან კიტია გახდათ გენერალური დირექტორი ფილარმონიისა. ამას წინ უძღოდა ივერის მრავალრიცხოვანი ანშლაგები, როგორც კონცერტების, ასე მუსიკების ხრიდან და ერთადერთი რაც მე მევალებოდა უმთავრესი იყო ის, რომ გაბეგრძელებინა ეს და რაც შეიძლება მეტი კონცერტით დაბეთვირთვა სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი. მას შესაძლოა საჭირო იყო ახალი საკონცერტო სერიალის მოფიქრება, რათა რაოდენობა მეტი ყოფილიყო და ხარისხიც შესაბამისი. კარგი ხანია მინდოდა რომ აი ეს პროექტი განმეხორციელები და ოღონდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ამას თავიდანვე ხვდებოდი. გივი პერიკაშვილთან ძველი მეგობრობა მაკავშირებდა და იოლად მოვილაპარაკეთ რომ ერთ-ერთი წამყვანი თუ ეს შედგებოდა პროექტი უნდა ყოფილიყო გივი. იქვე ბატონ დორიანსაც მომახსენდა გივისაც რომ მხოლოდ კახის ხედავდი მის გვერდით. რამოდენიმე კანდიდატურა დამისახელეს, მაგრამ არ მივთხარ ასეთი აჩვენებული გუმანი მქონდა წინასწარ რომ ან ეს გამოვიდოდა და შედგებოდა სხვა დონეზე, ან შეიძლება საერთოდ გამოსულიყო. თამთაფდა დორიანი, მაგრამ გივი მითხრა რომ მიუხედავად იმისა რომ უახლოესი კაცია, არ დაგთანხმდება ეგრე იოლად. შენ ვერ წარმოიდგენ როგორი დამოკიდებულება ესტრადისადმია. ჩვენო სულ ყველა საკონცერტო ბრიგადები ასე ერქვა მაშინ. გვეშველება ხოლმე იმ დროს ჩვენი დაბალი ხელფასი რაღაცით ხონდა კომპენსაცია გავაკეთოთ ამ მიზერული ხელფასისა და გავდივართ ხოლმე ასე თქვა დაბატების შემოსავლის სახით ამ საკონცერტო ბრიგადას, საესტრადო ბრიგადებში. რაიონებში საქართველოში დიდებულად ხვდებიან, ანაზღაურებას გვაქვს, მაგრამ ყველაფერი გზია. 80 მაინც ეგ ჯაბაგირი. ვერაფრით ვერ დავითანხმეთ, რომ აი ერთ ბრიგადაში ვეს ერთხელ მაინც წამოსულიყო. იმდენად შეყვარებული იყო თავის პროფესიაში, იმდენად ამაღლებულად უყურებდა ამას და თეატრის ამდენი რაინდი იყო ერთი სიტყვით და სხვაგან ეს ვერ წარმოედგინა. ახლა მე ეს რატომ გქონდა ამოჩენებული, იმიტომ რომ არაერთხელ ყოფილი ვარ სუფრაზე და ნუ ფეიერვერკს ახდე და ახლა არ გინდა თქვენ ამის ახლა და ამ თავის ვულკანურ ენერგიას არ მქვევდა ჩემი ბატონი შეხა გადასახიერებდა რამოდენიმე პერსონაჟს ერთდროულად მღეროდა, ცეკვავდა. დაბადებული იყო ესტრადის კონფერენციად, მაგრამ ასე თავის თავს ვერ ხედავდა, არაფრად ართული დავას. პროფესიად ვერაფრის დინებით ვერ წარმოედგინეს. და დამაინტერესა ამ საუბარში რომ რას უფრთხის მას წარმოედგინა რომ ესტრადა ესეთი რამე რომ აი წამყვანი შენახარ და აბა კარგი ახლა გადაცვალე გადი ერთი კაი რამე გააკეთე და ეს ხალხი გაამხიარულე ხოლო თეატრის სპეციფიკი და გამომდინარე კაცო ეს ნაფიქრია განკლდიაშვილის ან პოლიკარპე კაკაბა ბრეხტს ან შექსპირს დაუწერია შემდეგ აიღებს სახიობი თავის ქურაში გამოატარებს რეჟისორი ცალკე და შექმნის სახეს აქ ეს არ არის მივხვდი რომ ესე იგი სცენარის ნაკლებობა მნიშვნელოვანია არ დავიზარე კიდე ერთ შეხვედრა დავთქვით და გავათენე ერთი ორი ღამე და რასაც ფიქრობდი ნაზრები დეტალურად გადავიტანე ამ სცენარში ვინანია მონაწილეები ვინაც აკეთე რა ურთიერთობაა კონფერენციაში ერთმანეთში ვისთან უნდა იმღერო სიმღერა მოეწონა ძალიან ვისთან იმღერო ვისთან აი ამან გასჭრა ეთყობა რომ წაიკითხა სცენარი მიხვდა რომ ეს ეგრე არ არის სერიოზულად და იმასაც მიხვდა რომ მათ ღირსებას როგორც დიდი მსახიობისას უფრთხილდებიან და ლახად არაფერს შეკადრებენ ისეც რომ ღირსება შეულახო. მაგრამ ჩანაფიქრი ხო კიდე უფრო დიდი იყო. კარგად მოგეხსენებათ რუსთაველის თეატრის და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის მაშინდელი დამოკიდებულება რომელიც წლობით იღებს სათავეს ჯერ კიდე ახმეტელის და მარჯანიშვილის კონფლიქტიდან და ეხლა ერთი კაცი მარჯანიშვილის თეატრიდან გივი ბერიკაშვილის სახით და მეორე რუსთაველის თეატრის სახე კახი კაფსაძე ეს უკვე დიდი ძალა იყო იმისთვის რომ დანარჩენი ვარსკვლავებიც დაგვეთანხმები ასეც მოხდა ასე შეიგრება ის დასის მონაწილეობა აქვს მიღებული და გახსოვს როგორ შეიგრება ხო და შედგა ის ფენომენალური ნაკრები რომელიც ძიმე 90-იან წლებში ჰაერი ვიჭირდებოდა ჩვენ მაყურებელს ეს იყო საოცრება კახი ღეროდა კიდეც ეგვავდა კიდეც იუმორისტულ ნომრებში იღებდა მონაწილეობას და რაც თავარია
ეს ხალხი, რომლებიც არ ვიცი, მანამდე ერთმანეთში როგორ დამოკიდებულები იყვნენ, როგორც ამ მომენტ სპექტაკლებსაც არ ესწრებოდნენ ერთმანეთის ასე პერიოდი იყო, ხო? იყო პერიოდი. დიამეტრალურად შეიცვალა დამოკიდებულება ერთმანეთსა და შედგა ერთი დიდი მეგობრული გუნდი, დარწმუნდნენ რომ ამ ერთიანობამ სითბო, სიყვარული და სიგეთის მეტი არაფერი მოიტანა, როდესაც 3 თვეს 92 კონცერტი ჩატარდა. პირველი ეს არის ასწავლი. აქ მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო იმისათვის, რომ დაგვთანხმდა და პროექტი იმ დონეზე შედგა, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა და გსურდა, ეს უდიდესი ვაზრია და მეორე. ისეთ დონეზე აწია თამასა პროფესიონალიზმისა, კახი და დუეტმა გივისთან ერთად, აი ამ დუეტმა ისეთი დონის რეპეტიციები, ისეთი ინტენსიური დატვირთვას უძლებდნენ და იღებდნენ თავის თავზე, რომ ამის შემყურე ნებისმიერ მსახიობს ახალგაზრდა იქნებოდა იცოს, ზოგადად არაფრით არ შეიძლება და საკუთარი ღირსების შელახვად მიეჩნდა, რომ ნაკლები რო გაეკეთებინა. და შენ წარმოიდგინე, რომ შემდეგ ეს გადმოვიდა პროექტში ბარიბარში და უმეტესად იუმორინაში, სადაც ჩვენ დასაბედნიეროთ, თითქმის 30 წელი ერთად ვიმუშავე და დღეს როცა ამდენი საუბარია, რომ ამდენი ხანი ასეთი პოპულარობით როგორც სარგებლობს იუმორინა, სწორედ აი ამ დუეტის დამსახურება თამასა აწეული იყო ისეთ სიმაღლეზე, რომ იმის მერე ვეღარავინ ვეღარ მედავს დაშოროს. ამისთვის კიდე ერთხელ მადლობა. ახლა კიდე ერთი მადლობა ამჯერად ჩემს რომლის მეშვეობითაც დაიბადა ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი კახისა. ეხლა ყველას გახსოვთ ნომრები კახის და გივის ელიბო გახსოვს. როგორ არა? ფანტასტიკური ნომერი იყო. ძალიან მემადლიერებოდა მაგალითად რატო იცი რომ რადგან ნოსტალგია ქონდა რომ ყოფილიყო მაქსიმალურად თეატრალიზებული ნომერი. შევეცადე რომ მაშინ მექსიკური სერიალები იყო მოდაში. ესენი იწყებდნენ საუბარს რომ კაცო რატო მექსიკური სერიალები გავგერძელებინა ღვინის ქურდები რა ღვინო გვაკლია თუ ქურდებიო მაშინ ეგ დრო იყო მithumeles ამით იწყებოდა და 22 წუთი მუშაობდნენ სცენაზე ნუ სასწაული ნომერი იყო გადასარეთ საოცარი ნომერი მაგრამ მივიდეთ ახლა იმერის მონაწილეობაზე დისტანციურადაც კი კრაკოვის ოპერის თეატრიდან მოგვეხმარა რა შემდგომარეობდა იმერი იყო მისთვის სალოცავი და აი როგორც შენი თამაყობდა, მაგრამ შენ შეიძლება არ გეუნებოდა ამას. მაგრამ ძალიან ამაყობდა. ძალიან განიცდიდა აი ფეხბურთელობის კარიერას ტრაუმამ რო შეგიშალა ხელი. თითოეული შენ ნაბიჯი ემაგებოდა რა. ასეთი კაცი იყო. შენ შეიძლება არ გეუნებოდა, ჩვენ უფრო გეუნებოდა მაგრამ. ასე იყო. ასე იყო იმერი შემთხვევაში. ასე იყო. ხოდა ერთხელაც დახარებული მოვიდა, ვიღაც რეპეტიცია არ დაწყებულა ჯერ და ახერაქნა იმერი მორიგი პრემიერა ჩაატარა კრაკოვში დიდი წარმატებით. იმღერა ნახევარი სპექტაკლი როგორც იცოდა, არ იღლებოდა. აი ეს ასე შეასრულა, ესე შეასრულა. მე თავის შეიქო რომ კაცო მე ნაკლებად კი არ ვიმღერებდი, მაგრამ არ გავაკეთებიო თეატრმა გადაწონაო, თორეო და ამ თორეს უაყოლა ფიგაროს გავატინის დაწყვეტი. რა ფიგარო, რა. მოიცა მეთქარი გაჩერდა ვაიმე მგონი რაღაც დავაშავე უფრო მკვახე თქვა მაგრამ ახლა შეარბილა საერთოდ თან იცოდა რა და მიხვდა მე ვთქარი დააშავე კი არა დიდი შანაფიქრის იდეა მოგვაწოდე შენ მაგით და მოკლედ ვიყვანეთ ბეროში არა უკაცო სცენაზე სერიოზულად კიდე მომღერა არა მე ვთქარი ტექსტი გექნება სპეციალური ტექსტი გამოვიდა ეს შესანიშნავი რომელსაც არა საოცარი ახი გავსადის ერთი დღეა არაჩვეულებრივი ნამღერი დავამატო მინდა რომ აკომპანიმენტს აკეთებს ბატონი გია აი ესე გენიალური აკომპანიმენტი ბატონი კახისგან მომდინარეობდა ეს მუსიკა ჩვენთვის საკმაოდ უდიდესი პატივი და სიამაყე ერთად Sati me adre la 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 Vroeg maar een pakjes op de toilet lo 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 Die rela chwile psmim cheder sapshi Mele shvili shvil se tzavik man bachi Tzavik man ne
დედეკი ჩვილებო საუზმე მზადარი ჩაი და შაქარი კარაქი არ არის ბენზინი სალამაქვს რეპეტიციაზე მაგდიანდება და მიწამხარ ტურუა რობიკოჩი უტიკაცია სუფრაზე რბილია საქმეში მკაცრია ყველაფერს აიტას რეპეტიციაზე დაგდიანებას კიდე არ აიტას ამიტომ ხარო პრაზობ და ხელავ დავეცე ფალსტუხს დავეცე ფერანცაცა იტასაცა იტანეტაფი ალო გავიგე სოდა მაცალეთ მოვიკრებ ძალებს საქმიდან მოუკვე გამოდივარ არ არის ტაქსი არ არის მეტრო ტროლეიბუსია ვერ ავდივარ აქედან კინო იქ თეატრი სანაზე მუტოვ გადაცებით პურმარილი ისიც რომ აღარ რჩება მე მდურებიან ძმაკაცები ეშვება ფარდა ნარნარათნელა სენაზე ბნელა ქუჩაშიც ბნელა ჩემ საქმეშიც ბნელა ლა 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 ვახსენებ თალას ლა 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 ჩავდები ტაქსში მივდივარ სახლში მოვსი ჯაბჯიბეს ეჯებაში მხოლოდ ხურდები მაქვს თელითხი ასეთი იცილო ვიცილო ხან უნდა ვიტირო ხან უნდა ვიცინო ხან უნდა ვიყირო ხან უნდა ვიგინო ამასობაში გაჩავიდა თელითხი ასეთი იცილო ვიცილო ხან უნდა ვიტირო ხან უნდა ვიცინო ხან უნდა ვიყირო ხან უნდა ვიგინო ამასობაში გაჩავიდა ამასობაში გაჩავიდა ამასობაში გაჩავიდა 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 ძალიან დიდი მადლობა ყველას დღევანდელი საუბრისთვის, რა თქმა უნდა ბატონი კახის გახსენებისთვის. კახი კავსაძე ხმად ვარ გარწმუნებული, რომ სამარად ჯამოთ ემახსოვრება ქართულ მაყურებელს. დღეს ამით გემშვიდობებით, ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.